გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას დაბრუნების თარიღი, ხვიჩა დიდი უსამართლობის წინაშე და ბრძოლა ქართველი ფეხბურთელისთვის. დიდი მოულოდნელობა, საქართველოს ერთა ლიგიდან მსოფლიოზე მოხვედრის შანსი შესაძლოა ისევ გაუჩნდეს. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. წლის ბოლომდე კი ჩვენი მიზანი 80,000 გამომწერია. ამიტომ გამოყავით 2 წამი და დამეხმარეთ ამ მიზნის მიღწევაში. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე ორი კლუბი მუშაობს. საკმაოდ ცნობილი ბოსნიური გამოცემა სპორტს კი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სარაევოს ფორვარდით გიორგი გულიაშვილით ორი კლუბი ინტერესდება. ესენი კი უნგრული ფერენცვაროში და სერბული ცვენაზვეზდა არიან. გამოცემის ინფორმაციით ორივე კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემტევის დამატებას განიხილავს და გიორგი გულიაშვილი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. როგორც ირკვევა ფერენცვაროში და სარაევო უკვე რამდენიმე დღეა რაც ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობენ. მეტიც უახლოეს დღეებში უნგრული გრანდი პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებს. რაც შეეხება ცვენაზვეზდას, სარაევოს სპორტული დირექტორი ისმინ მირვიჩი გიორგი გულიაშვილის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა. შესაბამისად არსებობს დიდი შანსი, რომ გულიაშვილმა ზამთარში კლუბი გამოიცვალოს. მე კი გეტყვით, რომ გიორგი სარაევოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ბოსნიური კლუბი კი ქართველ ფეხბურთელს 5 მილიონად აფასებს. გოგლიჩიძისა და კვარაცხელიას შთამბეჭდავი პროგრესი. ტრანსფერმარკეტმა იტალიის სერიაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ცვლილებები ქართველებსაც შეეხოთ. კერძოდ კვარაცხელიასა და გოგლიჩიძის ფასმა მოიმატა. საბა საზონოვის ღირებულება კი შემცირდა. კვარაცხელიას ფასი 80 მილიონი ევროდან 85-მდე ავიდა. ხვიჩამ კი ნიკოლო ბარელა ჩამოიტოვა და სერიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. ქართველი გარემარბი კი მხოლოდ ლაუტარო მარტინეს შემორჩება, რომელიც ტრანსფერმარკეტზე 100 მილიონი euро ღირს. ასევე დიდი პროგრესი აქვს საბა გოგლიჩიძეს. 20 წლის ქართველი მცველი შესანიშნავად გამოიყურება და მისი სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროთი, კერძოდ 5-დან 8-მდე გაიზარდა. გოგლიჩიძე კი ჯაკოპო ფაცინისთან ერთად ემპოლის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია და ბოლოს საზონოვის ღირებულება 2,8 მილიონი ევროდან 2,5 მილიონამდე შემცირდა, რაც რა თქმა უნდა გასაგებიცაა, რადგან ქართველ უკანახაზეს ტრავმა აწუხებს და სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. მე კი გეტყვით, რომ საბა ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს და იმედი ვიქონიოთ, რომ მოედანს ძალიან მალე დაუბრუნდება. მენიოზე, ლუნინზე და სიმონზე წინ მამარდა ზიგუარდიანის ტოპ 100-ში მოხვდა. ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა ზიგუარდიანი ყოველ წელს წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელს ასახელებს. გამონაკლისი კი რა თქმა უნდა არც 2024 წელი გახლავთ. საინტერესო ფაქტი კი არის ის, რომ მე-80 ადგილზე გიორგი მამარდაშვილი გავიდა. ეს გამოცემა კი გიორგის შემდეგი სიტყვებით ახასიათებს. ქართველი მეკარისთვის ძალიან დატვირთული წელი იყო. ევრო 2024-ზე საქართველოს ყველა მატჩი მან გამოცდები ჩააბარა და ამ სეზონში ვალენსიაშიც ბევრი საქმე აქვს. სუსტი დაცვითი ხაზების მიღმა თამაში იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილის შესანიშნავი ნიჭი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი შეასრულა. მან 20 დარტყმა მოიგერია, მათგან 11 კი ჩეხეთის წინააღმდეგ. საქართველო მერვედ ფინალში სენსაციურად გავიდა. ამიტომ ლივერპულმა მასში შესაბამისი თანხა 30 მილიონი euро გადაიხადა. ის ამ დროისთვის ვალენსიაში იჯარის წესით იმყოფება. ჩვენს რეიტინგში კი მას მხოლოდ ალისონი ჩამორჩება, რომელსაც სავარაუდოდ ლივერპულში ჩაანაცვლებს. წერია გამოცემაში. ქართველი მაესტრო, საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეტაძეს აქებს. ინგლისური ფეხბურთის ექსპერტმა ალი მაქსუელმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. მაქსუელი ვოტფორდის ბოლო შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც გიორგის გუნდმა 2-1 მოიგო. ამ შეხვედრაში კი ჩაკვეტაძემ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, რაზეც ალი მაქსუელი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ჩაკვეტაძე უბრალოდ დაუჯერებელია. ის ქართველი მაესტროა და მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნება. ვოტფორდის პირველი გოლისას მას ასისტი არ გაუკეთებია და არც თავად გაუტანია, მაგრამ მომენტი მისი წყალობით შეიქმნა. ჩაკვეტაძემ ბურთი მიიღო, მეორვე ჩამოიშორა და მეტოქე გუნდის 4 მცველს აიძულა, რომ ასე გადასულიყვნენ. ამიტომ ვესტბრომიჩის უკანახაზელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია. განაცხადა ალი მაქსუელმა. როგორც მოგეხსენებათ, ვოტფორდი ჩემპიონშიპის სატურნიროს ცხრილის მე-7 ადგილს იკავებს და კრაზანების მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურება, მაგრამ შესაძლოა ეს კლუბი იანვარში ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩეს. ჩაკვეტაძის გადაბირებაზე ევერტონი, ვულბზი და ლესტერი ფიქრობენ. ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდეს. გალათასარაი გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება. პირველი კონტაქტი შედგა. გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძისა და ურბანის თაობაზე მიმართა და პირობები იკითხა. მოლაპარაკებები როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთანაც დაწყებულია. თურქებს კი სურთ, რომ ამ ორი ფეხბურთელიდან რომელიმე გაიფორმონ. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის მიმართ გალათასარაის ინტერესი ადრეც ჰქონდა. გარდა ამისა, იტალიური პრესა წერს, რომ ქართველს ტურინის იუვენტუსიც საკვირდება, რომელმაც შესაძლოა დუშან ვლაჰოვიჩი გაყიდოს და ახალი ფორვარდი დაიმატოს. ხოლო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ლიონს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, სეზონის ბოლოს
საქართველოს შესაძლოა ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდეს. ამიტომ თუ კლუბმა პრობლემები იქამდე ვერ მოაგვარა, დიდია შანსი რომ გასაყიდს და სიაში მიქაუტაძეს მოხვდეს, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ქართველის ღირებულება საკმაოდ მზარდია. აქვე გეტყვით რომ მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ბოლო ტურში კი მან გოლი PSG-ს წინააღმდეგ გაიტანა. სენსაციური ამბავი, დაუმატებენ თუ არა საქართველოს ნაკრებს ბონუს გულებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ერთა ლიგაზე საქართველოს უკრაინასთან ჯამში 5 გოლა დაკარგა. ერთ-ერთი შეხვედრა იყო გასვლაზე, სადაც უკრაინა მუდრიკის გოლით დაგვამარცხა. შემდეგ კი იყო საშინაო მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა და იქაც მუდრიკმა ასისტის გაკეთება შეძლო. უკრაინასთან წაგება და დაკარგული გულები კი ნაკრებს ძალიან ძვირად დაუჯდა. თუმცა სულ ახლა ხანს მედიაში მოულოდნელი ამბავი გავრცელდა. როგორც დაიწერა, მიხაილო მუდრიკმა დოპინგის ტესტი ჩააგდო და გამოძიების დასრულებამდე ფეხბურთიდან საერთოდ არის მოკვეთილი. ასევე თუ გამოძიება დაადგენს, რომ მუდრიკი დოპინგს სანაკრებო შეხვედრებშიც იყენებდა, შესაძლოა რომ უახლოეს მომავალში ქულათა გადათამაშება მოხდეს. მაგრამ ამ ყველაფერში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა მიიღოს და სამართლიანი შედეგის დაფიქსირება მოითხოვოს, რათა ამ ყველაფერს მეტი ყურადღება მიექცეს. ამ ეტაპზე კი როგორც ფეხბურთელი, ასევე კლუბი მსგავს ფაქტს უარყოფს და თავად უკრაინელი აცხადებს, რომ დოპინგ ტესტის შედეგები შოკირებულია და არანაირი წესები შეგნებულად არ დაურღვევია. თავად ჩელსის თავკაცმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა. ეს კლუბის განცხადება და ვეღარაფერს დავამატებ. მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ჩვენ ლოდინის რეჟიმში ვართ და კლუბი მას მხარს უჭერს. ჯერა რომ მუდრიკი უდანაშაულოა, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩელსიში მისი კარიერა დასრულდა. ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება, განაცხადა ენცო მარესკა. როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხვიჩა დიდი უსამართლობის წინაშე და ბრძოლა ქართველი ფეხბურთელისთვის. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა. იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ გამოცემა რეპუბლიკა წერს, რომ სერიას უახლოეს ტურში, რომელშიც ნაპოლი ჯენოას უნდა და უპირისპირდეს ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოირიცხა. მედიაში ასევე იწერება, რომ ხვიჩამ უკვე დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში, თუმცა სარეაბილიტაციო პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა გუშინ შეხვეული მუხლით მცირე დროით ივარჯიშა. ამიტომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კვარაცხელია მოედანს იანვარში უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ სანამ ხვიჩა მოედანზე არ ჩანს, აშკარაა, რომ გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე ქართველის მიმართ საკმაოდ უსამართლო დამოკიდებულებას იჩენს. როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის ბოლო გამართულ ტურში ნაპოლი მუდინეზეს უმასპინძლა და მეტოქე სოლიდური სხვაობით 3-1 მოუგო. ამ შეხვედრაში კი ტრაუმის გამო კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, რომელიც ბრაზილიელი დავით ნერეში ჩაანაცვლეს. შეხვედრის შემდეგ კი კონტე ჟურნალისტებმა კითხვა სწორედ ამ ორი ფეხბურთელის შედარებაზე დაუსვეს, რომელმაც საკმაოდ უცნაური კომენტარი გააკეთა. ნერეში უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ხშირ შემთხვევაში მას კვარაცხელიას და პოლიტანოს ვამჯობინებდი, მაგრამ შვიდად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 5 თვეში ფიზიკურად ძალიან მოუმატა. შეტევათა ხაში კვარაცხელიასა და ნერეშის დუეტი? კი, მაგრამ რატომ არ საუბრობთ ნერეშისა და პოლიტანოს დუეტზე? გარანტირებული არავის არაფერი აქვს და ვინც იქნება უკეთესი, სწორედ ის ითამაშებს, განაცხადა კონტე. კონტეს ეს განცხადება კი საკმაოდ ყურადსაღებია, რადგან რამდენიმე თვისინე სპეციალისტი სრულიად განსხვავებულად საუბრობდა და მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხვიჩა ზაფხულში კლუბი არ დაეტოვებინა. მისი მსგავსი კომენტარი კი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ კვარაცხელიას კლუბის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და კონტე ცდილობს, რომ ალტერნატიული გზა მოძებნოს. ამ ყველაფერს კი ემატება იტალიური პრესაც, სადაც ყველა გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ ნერეშის წყალობით მათ კვარაცხელი არ მონატრებიათ. მაგალითად, ილმატინოს შემდეგ კომენტარს აკეთებს. დავით ნერეშის წყალობით კვარაცხელი არ მოგნატრებია. უდინეზესთან გამარჯვებით კი ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი დაიბრუნა, წერია გამოცემაში. რა თქმა უნდა, ნერეში საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და მას თავისი გარჯა არ უნდა დაუკარგოთ. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ნანატრის სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი დაფასება არ აქვს. ამასთან ერთად მინდა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს. მაგალითისთვის, რომ განვიხილოთ გუნდში ახლად მოსული დავით ნერეშის ყოველწლიური ანაზღაურება, ეს ბონუსების ჩათვლით 7 მილიონს შეადგენს. ეს ყოველივე კი მაშინ, როცა გუნდის ლიდერს კვარაცხელიას ბონუსების ჩათვლით 2 მილიონი აქვს. დანარჩენი კი თქვენით განსაჯეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს, როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა შეძენით მრავალი გრანდია დაინტერესებული. ყველაზე აქტიური კი კატალონიის ბარსელონა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფუტბალ ინსაიდერმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა, რის მიხედვითაც მანჩესტერ სიტის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვარაცხელია შეძენა სურს. ამჟამად გვარდიოლას გუნდში დიდი ქაოსია. ქალაქელთა შემტევი ხაზი კი უკვე თითქმის 2 თვეა თავის თავს არგავს და სახიფათო მომენტებს ველებურად ვეღარ ქმნის. აშკარაა, რომ სიტის კრეატიულობა და აგრესია აკლია. განსაკუთრებით კი ამის ხმა გრილიშზე შეგვიძლია, რომელსაც 45 მატჩია გოლი არ გაუტანია. შესაბამისად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გვარდიოლა ახალ ტრანსფერს ითხოვს და არსებობს დიდი შანსი, რომ ტრანსფერში სწორედ გრილიშის ჩართონ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი სიტი იანვარში რაღაც დის გეგმავს. ამიტომ როგორც ჩანს კვარაცხელიასთვის
კლუბისთვის ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ნახოთ თუ რომელი კლუბი დაწინაურდება ამ სატრანსფერო რბოლაში და მოვიდა დრო, რათა გავსდეთ საქართველოს საზღვრებს. სატრანსფერო ელ კლასიკო ბრძოლა ვან დაიკისთვის და ნეიმარის ტრანსფერი ინტერ მაიამში. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი 2000 მოწონება. რის შემდეგაც ახალ ვიდეოზე მუშაობას მალევე დავიწყებ. ვან დაიკის კონტრაქტი იწურება. 3 ევროპული გრანდი საქმეშია. Kaudou საიტის ინფორმაციით, ვირჯილ ვან დაიკის სიტუაციას რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება და მისი დამატებით ინტერესდება. კერძოდ ნიდერლანდელი ფეხბურთელი შეძენის სურვილს ბარსელონა, იუვენტუსი და ინტერი გამოთქვამენ. ვან დაიკის პრიორიტეტი ლივერპულში დარჩენა, მაგრამ მას კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია. მერსესაიდებმა ვირჯილ შეთავაზება უკვე გაუკეთეს, მაგრამ ფეხბურთელს ჯერჯერობით არ უპასუხია. ამიტომ თუ ვან დაიკი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სურველ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი დამატება უფასოც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ნეიმარის ტრანსფერი ინტერ მაიამიში. ალ-ჰილალის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მალე შესაძლოა ინტერ მაიამში ვიხილოთ. Sky Sports Switzerland-ის ინფორმაციით, ნეიმარმა თავის თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ამერიკაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავა, მაგრამ განსხვავებული პოზიცია აქვს საუდის არაბეთში, სადაც მიაჩნიათ, რომ ნეიმარი ამ გზით ალ-ჰილალზე ზეწოლას ცდილობს, რათა ხელფასი გაუზარდონ. ასევე ცოტა ხნის წინ ინტერ მაიამის მფლობელმა ხორხე მასმა განაცხადა, რომ თუ ნეიმარის დამატების შესაძლებლობა მიეცემა, ამას უკოყმანოდ გააკეთებს. თავის მხრივ საუდის არაბეთში ნეიმარის გამუდმებული ტრამვიანობით ძალიან დაიღალნენ. ამიტომ არსებობს დიდი შანსი, რომ ბრაზილიელი ზაფხულში ინტერ მაიამში ვიხილოთ. სატრანსფერო ელ კლასიკო არნოლდისთვის ბრძოლა დაიწყო. Kaudou საიტის ინფორმაციით, ბარსა ტრენტ ალექსანდარ-არნოლდისთვის შეთავაზების გაკეთებას განიხილავს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელს 2025 წლის ზაფხულში მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებაზეც არაფერი ისმის. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ფეხბურთელი გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა. აღსანიშნავია, რომ ტრენტით მადრიდის რეალის ინტერესდება, მაგრამ ბარსა მის დათმობას არ აპირებს და სურს, რომ 26 წლის მარჯვენა მცველის ტრანსფერი დახუროს. ასევე ბარსას კონკურენციის გაწევა მანჩესტერ სიტისთვისაც მოუწევს, რომელიც ამ სატრანსფერო ბრძოლას ცოტა ხნის წინ შეუერთდა. ამ რეალობიდან გამომდინარე კი ლივერპული კარგად იაზრებს ფეხბურთელის დაკარგვის საშიშროებას, მაგრამ ამ ეტაპზე არნოლდის შენარჩუნება არც ისე მარტივი იქნება, რადგან მხარეები ხელფასი ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაიხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.